ისტორიული დღიდან 35 წელი გავიდა რეფერენდუმის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით საქართველოს მაშინ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დღეს კი თითოეულის ვალია მოუფრთხილდეს უძვირფასეს მემკვიდრეობას. ღირსეულად დაიცვას და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა. 1991 წლის რეფერენდუმის დღეს ასევე გამოეხმაურნენ პარლამენტში. იმიტომ არ დაღურილა ჩვენი ქართველი პატრიოტების სისხლი და იმიტომ არ უბრძოლია და არ უშრომია ჩვენს თაობას, რომ დღეს სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ვინმეს ეჭქვეშ დაეყენებინა, მაგრამ ის რასაც ოცნება აკეთებს, სამწუხაროდ, სწორედაც რომ ამ სუვერენიტეტის საწინააღმდეგოა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოა და ხშირად ისინი ამ სუვერენიტეტში არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პარტიის სუვერენიტეტს გულისხმობენ. ეს არის აქ მთავარი პრობლემა და ნამდვილად არ გვჭირდება ჩვენ კონკრეტულად ჩვენ გუნდს ვინმეს შეხსენება რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტი. ეს იყო ისტორიული მომენტი, ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, თან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ აფხაზეთში ჩატარდა ეს რეფერენდუმი, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა და მთელი საქართველოს მოიცვა. ამ რეფერენდუმმა ხალხი ერთიანი იყო, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველა გამოცხადდა ესე იგი საარჩევნო ყუთთან და მხარ დაუჭირეს ამ რეფერენდუმში დადებითად საკითხის გადაწყვეტას. იმპერია საკმაოდ ძლიერი იყო მაშინ, საცეცებიც ბევრი ჰქონდა და რა თქმა უნდა ყველა ამ საცეცის ამუშავებდა. გამოცდილებაც არ ჰქონდა იმდენი. ეხლა სადმა მიგვეღო საბჭოთა კავშირში გამოცდილება დამოუკიდებელი პოლიტიკოსის წარმოუდგენელი იყო. საინტერესო მოვლენები იყო, როდესაც რეფერენდუმი ცხადდებოდა, იმიტომ ეროვნული მოძრაობის ერთ ნაწილში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ფაქტიურად არასდროსაც არ ვაღიარებდით ეროვნული მოძრაობა საბჭოთა კავშირის და საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყოფნის კანონიერებას და მიგვაჩნდა ერთი კუთხით, რომ ამ რეფერენდუმით ერთგვარ ირიბად ვაღიარებდით, რომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, როდესაც ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტა, ყველანი დავეთანხმეთ ამ რეფერენდუმს, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში საჭირო იყო მთელი ერის ერთსულოვნების ჩვენება. ესეც მოხდა მაშინ ყველა პოლიტიკოსმა და რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობის და ქართველმა ერმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის ამ ასე ვთქვათ საჯარო და საყოველთაო დემონსტრირებას. მის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ადვილი გზა არ აქვს გავლილი და რეალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.